ქართველი მონაკვეთები რუმინელი მეტოქის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ემზადებიან. საქართველოს რაგბის ნაკრების წევრები უკვე სამშობლოში არიან და შეკრებისათვის ემზადებიან. სპორტსმენების დიდი ნაწილი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა. ნატახტარი კასის ორგანიზებით ქომაგებმა მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყეს. პორტუგალოსნები ერთ-ერთი საეტაპო მატჩისათვის მზადებას დღეიდან დაეწყებენ. 1-1000 ფარგლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთის ნაკრებს ლოკომოტივის სტადიონზე 12 მარტს დღის 3 საათზე შეხვდება. ჩვენ სპორტის კომაგებმა თავი ვალდებულად ჩავთვალეთ იმისთვის, რომ მოსულიყავით აეროპორტში, გაგოხნევებინა ჩვენი ბიჭები და ამით ერთგვარი სტიმული მიგვეცათ მათთვის. მოვუწოდებ ყველას მოვიდეს 12 მარტს ლოკომოტივის სტადიონზე, მხარი დაუჭიროს ჩვენ ნაკრებს და ამით ერთად ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაში. ქართული სპორტის კომაგები ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, უკვე მესამეჯერ მოვდივართ, როცა ჩვენ სპორტსმენებს, როგორც რაგბში, ისე ფეხბურთელებს ხვდებით ხოლმე. ეხლა განსხვავება ის არის, რომ წინა შემთხვევაში გამარჯვებულები ჩამოვიდნენ ჩვენი ბიჭები და ეხლა თამაშამდე ხვდებით მათ, რომ თავიდანვე ის სულისკვეთება, რომ კომაგები ყოველთვის მათ გვერდში ვართ, მათ მივაწოდოთ. დიდი მადლობა მოუხადო მინდა ამ ხალხს, ვინც დილის რომელი საათია 4-ია, ხო? გავხდენ და ესეთი შეგებება დახვედრა მოუწყეს რა. 12-ისთვის ვემზადებით, კი რა თქმა უნდა, რთული მატჩი იქნება და რა ვიცი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თამაში მოვიდოთ.